თხილობასა და ნაჭყებიას პროცესები დაიწყება სულ ცოტა ხანში. მანამდე კი აუცილებლად უნდა შევახსენო მაყურებელს, რომ 6 ადამიანი არის ამ ეტაპზე დაკავებული გუშინ განვითარებული მოვლენებიდან და აქციიდან გამომდინარე. ესენი არიან შალვა ჩუბინიძე, ნინო სვანიძე, ლარა ნაჭყებია, თორნიკე თხილავა, ლევან მარგიანი და ვახო მაჭავარიანი. როგორც უკვე გითხარით, თხილობასა და ნაჭყებიას პროცესები სულ ცოტა ხანში დაიწყება. ამ ადამიანებს 15 დღემდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. მათ ადვოკატებთან კომუნიკაციის პროცესში ცხადია დავსვით კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი არის თავად მათი პოზიცია იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ უსაუბრიათ მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან, მხოლოდ და მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ ამ შემთხვევაში ამ ადამიანების დაპატიმრება არის აბსოლუტურად უკანონო და ქართული ოცნების ახალი რეპრესიული კანონის ამოქმედების ცალსახა დემონსტრირება და დადასტურება. აქედან ნაწილს ედავებიან სახის შენიღბვას, ნაწილს კი გზის ხელოვნურად გადაკეტვას. როგორც უკვე გითხარით, 2 ადამიანი არის უკვე საქალაქო სასამართლოში, მათი უმეტესობა კი ეგრეთ წოდებულ შუშებიან შენობაში გადაიყვანეს. ჩვენ ცხადია ვრჩებით ადგილზე და როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენი დღით შეეფარდებათ ამ ადამიანებს პატიმრობა, ცოტა ხანში მოგაწვით ინფორმაციას, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ გეტყვით იმას, რომ კანონი, რომელიც არის რეპრესიული, ამოქმედდა რამდენიმე დღის წინ, ხოლო გუშინ იყო პირველი ტალღა, როდესაც რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ უკვე გაილაშქრა ქართულმა ოცნებამ. ერთადერთი, რასაც ამ ადამიანს ედავებიან, არის ის, რომ ტროტუარზე შარფით იდგა და შარფით სახეს იფარავდა ტროტუარზე. გზის გადაკეტვაზე არაფერს არ ამბობენ და არც ამბობენ იმას, რომ რაღაც გზის გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო. ანუ ადამიანი არის დაკავებული ახლა ტროტუარზე შარფით დგომის გამო. ეს მუხლი ითვალისწინებს კი, ანუ 15 დღემდე პატიმრობას, როგორც ბოლოს განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს ამას. ნაწილობრივ არის ეს მასალები და ამიტომ ვინ როგორ მოახდინა იდენტიფიცირება ან რა დროს დაინახეს და რა მომენტში ეს საერთოდ არ არის საქმის მასალებში ამ ეტაპისთვის. დააკავეს საცხოვრებელი სახლის ეზოში დაახლოებით 11 საათზე. მას შემდეგ მეუღლეს განუცხადეს, რომ იყავდათ სასამართლოში გზის გადაკეტვის გამო და ისიც უთხრეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმა უნდა დაეწერათ მისთვის 5,000 ლარიანი და შემდეგ გამოუშვებდნენ. დაიწყეს უკვე ადამიანების გატაცება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რადგან 11 საათიდან ვეძებთ როგორც იზოლატორებში, ასევე სახალხო დამცველიც ჩართულია საქმეში, რომ გაგვიწიოს კოორდინირება მასთან დაკავშირებით, რომ სად ყავთ ეს ადამიანი გადაყვანილი. ამ დრომდე ინფორმაცია ჩვენთვის არ იყო ცნობილი. გადაწყვიტეს, რომ ეს რაღაცა ახალი დასჯის მექანიზმი და პანიკის საფუძველი შექმნან მოსახლეობაში. მხოლოდ და მხოლოდ ამას შეგვიძლია, რომ დავუდასტუროთ დღევანდელი მათი ქმედება. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელხაზზე შემოვიდა ზარი რამოდენიმე მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ესეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ ისინი აქ არიან გადმოყვანილები, არ გვაძლევენ შანსს შევხვდეთ დაკავებულ პირებს, მანამ სანამ ისინი არ იქნებიან ან დროებით მოთავსების იზოლატორში, ან სასამართლოში. ზუსტად არ ვიცით, რას ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო, სავარაუდოდ უკავშირებთ იმ აქციებს, რომელიც პერმანენტულად უკვე 325 დღეა თბილისში დედაქალაქში მიმდინარეობს. სახლთან დახვდნენ და მოტყუებით წაიყვანეს შალვა ჩუბინიძე, როგორც ჩვენთან საუბრისას მისი მეუღლე ადასტურებს, უთხრეს, რომ მხოლოდ იდენტიფიცირებისთვის იყვნენ მისულები მათი სახლის გარე პერიმეტრთან, თუმცა წაიყვანეს ჩუბინიძე. ამ თემასთან დაკავშირებით გვიდესტურებენ მისი ახლობლები, რომ ეს არის აბსოლუტურად უკანონო ქმედება და ეჭვიარეპარება ახლა არავის, რომ ეს არის ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ ჩაახშოს საპროტესტო მუხტი დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ამიტომ გაილაშქრა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ასე ერთიანად და მათი განეიტრალება ამ ფორმისსა და რათა 15 დღის განმავლობაში იმ ადამიანების ნაწილის ხმა ჩაახშოს, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან რუსთაველის გამზირზე და ქართული ოცნების რეპრესიულ პოლიტიკასა და ძალადობრივ ხასიათს აპროტესტებენ. დააკავეს ჩემი მეუღლე შალვა ჩუბინიძე, მოვიდნენ სახლში, სახლთან ელოდებოდა, პოლიციელები ელოდებოდნენ სახლთან, იმიტომ რომ გავიდა სახლიდან, ბავშვი მიყავდა რაგბის თამაშზე. ეუბნებოდნენ, რომ არ გაკავებთ, უბრალოდ ვცდილობთ იდენტიფიცირებას თქვენი პიროვნების და შემდეგ რამდენიმე წუთში მოვიდა რამდენიმე 2 ეკიპაჟი, პოლიციის 2 ეკიპაჟი და გადაიყვანეს, როგორც გვითხრეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, როგორც თქვეს, გზის გადაკეტვას ედავებიან.
ქართული ოცნების ახალი რეპრესიული კანონის ამოქმედების შედეგად 6 ადამიანი უკვე არის დაკავებული, რა ინფორმაციაც მედიას აქვს ამ ეტაპზე, როგორც უკვე გითხარით, სულ ცოტა ხანში დაიწყება მათი ნაწილის პროცესები, ესენი არიან თხილავა და ნაჭყებია, ისინი უკვე გადმოყვანილები არიან საქალაქო სასამართლოში. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. ამ ეტაპზე რაც დადასტურებულად შეიძლება ითქვას არის ის, რომ ახალი კანონის თანახმად მაქსიმუმ 15 დღით პატიმრობა ემუქრება ყოველ მათგანს. პირველების პირდაპირ ეთერში ხატია სამხარაძე საუბრობდა. სუსის და